სანამ უშუალოდ პოდკასტს დავიწყებდეთ, მოკლედ ვიტყვი, რომ ეს პოდკასტი იწერება პროტესტების 77 დღეს პოლიტიკური კრიზისის ფონზე და თვითონ პოდკასტი, როდესაც თქვენ მოусმენთ, არ ვიცით კიდე რა ფონზე იქნება ეს ყველაფერი. ჩაწერა მიმდინარეობს როგორც თქვი უკვე 77 დღეს და შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა თქვას, რომ საერთოდ რა დროს კინოა და რა დროს წიგნებია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ზოგადად საჭიროა ფილმების ყურებაც და წიგნების კითხვაც ამ დროს, იმიტომ რომ მე არ მახსენდება ზოგადად ფილმები და წიგნები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არ ეხმაურება ხოლმე ისეთ მარადილ თემებს, როგორც არის თავისუფლება, სოლიდარობა თუ თანასწორობა. განსაკუთრებით ის ფილმები, რომლებსაც ლიტაგორაზე განვიხილავთ ხოლმე და ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ის მასალაა, რომელიც გვჭირდება, რომ კარგად შევისწავლოთ, კარგად გავიაზროთ და ზოგადად გავავრცელოთ, ხო? და თუნდაც დღევანდელი ფილმი, რომელზეც ვისაუბრებთ, არის სიკეთის და ბოროტების ბრძოლაზე, შეგვიძლია ასე ვთქვათ, დავახასიათოთ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი ამბავია, ხო, ეს ფილმი და მარტივი fairy tale ეგრე გამიგია თითქოს, ხო? გამარტივებული ვერსია არის დრაკულას ამბის, ხო? დრაკულა არის ის წყარო იმ ყველაფრის, რაც მე რაზეც დაშენდა ნოსფერატო, მაგრამ რაღაც შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მოკლე ვერსია არის ამ ყველაფრის. ამ თემაზე ვისაუბრებ ლაშა მაჭარაშვილთან ერთად. ლაშას ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ალბათ კარგად იცნობს და მოკლედ ვიტყვი იმასაც, რომ პრეისტორიას როგორ გადაწყდა ამ პოდკასტის ჩაწერა, გადაწყდა ისე, რომ წინა ეპიზოდი ამ პოდკასტის ტიტრების შემდეგ ისევ და ისევ ლაშა იყო სტუმარი და მაშინ საუბრობდით substance-ზე. ამ პოდკასტის მოსმენა შეგიძლიათ ჩვენს პლატფორმებზე. თუმცა მე ლაშა მომწერა, რომ ნახა ახალი ნოსფერატო და ახალი ნოსფერატო იმდენად მოეწონა და იმდენად საინტერესო იყო განსახილველად, რომ მეც მირჩია ნახვა. და ზოგადად მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს გვენახა, იმის მაგერად, რომ substance გვენახა, ხო? მეც მე ჩავთვალე, რომ ნახო, მაგრამ მე ვიფიქრე, რატომაც არ შეიძლება, რომ ლაშა კიდევ ერთხელ დავპატიჟოთ და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ რაღაც ფილმზე. და ამ შემთხვევაში ნოსფერატოსზე და წავედით ისევ კინოთეატრში, ვნახეთ ეს ფილმი ერთად, ლაშა მეორედ, მე ერთხელ ვნახე ჯერჯერობით და შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ფილმზე. ლაშა, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემი მოწვევისთვის და განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ ფილმზე შეგვიძლია დღეს ლაპარაკი, იმიტომ რომ მე ლიტაგორაზე ადრეც ყოფილი ვარ ხოლმე, ხო, რაღაც სხვადასხვა პროექტებზე რაც ქონია ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი საშინაოთა ფილმებზე რო ლაპარაკობდი და მაშინაც ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც განვიხილავდი, იყო რობერტ ეგერსის ალკაჯოს საუბრობდი მაშინ, ხო და ჩემი დიდი სიყვარული საშინაოთა ფილმებისადმი მოგიხსენება და მართლა აი მაშინ რო მოგწერე რომ ამაზონო გველაპარაკოთქო რა მქონდა мотиваცია, რომ აი ნოსფერატო არის უფრო ისეთი საშინაოთა ფილმი, რომელიც გაცილებით უფრო მეტად მიყვარს რაღაცნაირად ჩინაგანად, რა მეტი კავშირი მაქვს თითქოს ვიდრე ისეთ ტიპის საშინაოთა ფილმები, როგორც არის აი ეს substance რა და მოკლედ აი მთელი თავისი დრაკულასთან კავშირებით და აი ამ მთელი უზარმაზარი ბექგრაუნდით რაც მოდით და რომელსაც ახლა ვილაპარაკებთ, ალბათ ძალიან მიხარია მოკლედ რომ ამ ფილმზე განსაკუთრებით მიწევს საუბარი. ხო და რადგანაც რობერტ ეგერსი ახსენე, შეგვიძლია რობერტ ეგერსის ვილაპარაკოთ თავიდან, ხო? ვინ არის ეს რეჟისორი და როგორ მოვიდა ნოსფერატომდე. მე რასაც უსმენდი პოდკასტის სახით ამ ადამიანზე იყო საინტერესო ის, რომ ზოგადად ეს ნოსფერატო უნდოდა რომ ყოფილიყო რაღაცნაირად დიდი ხნის პროექტი იყო. თუმცა ყველა საინტერესო რაც იყო, რასაც ამბობდა, რომ პრაქტიკულად ნოსფერატომ გახადა ის რეჟისორი, იმიტომ რომ რაღაც ბავშვობაში ნახა სადღაც გამოსახულება მურნაოს ფილმის და მურნაოზე ვისაუბრებთ, როგორც სხვა ეკრანიზაციებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე მგონია ეს ფილმია, რომელსაც ვერ გავექცევით შედარებით. ძნელია ხო ვერაულით ამას გვერდს. და მოკლედ ეს გამოსახულება ნახა ნოსფერატოსი, მე ამ ფილმის შოვნა უნდოდა, მაგრამ სხვა დრო იყო, როდესაც ესე მარტივად YouTube-ზე თუ რომელიღაცა სტრიმინგ სერვისზე ვერ იპოვიდი ფილმს და წლები დასჭირდა, სანამ ნახავდა რეალურად ამ ფილმს და დედამისმა მე სადღაც რაღაც იპოვა ეს მე მგონი DVD იყო შეიძლება სხვა ტიპის მასალა, მაგრამ მოკლედ ნახა ეს ფილმი
ძალიან მოეწონა ეს ფილმი და შემდეგ 17 წლის ასაკში დადგა რაღაც თეატრის დადგმასავით და მე უფრო სკოლაში და მე უფრო პროფესიონალურად ვიღაცამ შესთავაზა რომ ნახეს ეს რომ დაედგა თეატრში ისევ და ისო, მაგრამ მე წლები გავიდა, გადაიღო 3 ფილმი, ხო, მათ შორის ის რომელიც შენ გარჩეული გაქვს ალქაჯი და მივიდა მე ნუსფერატომდე. იმიტომ რომ აი ეს პროექტი ამ ნუსფერატოს და ხო და აქ ამბობს რომ ზოგადად ან ნუსფერატომ დიდი როლი ითამაშა, რომ მე საერთოდ რეჟისორი გამხდარიყავი, მაგრამ გადავიღე ჯერ სხვა ფილმები და მე უკვე გადავიღე ნუსფერატო და ძალიან კარგია რომ მე გადავიღე, იმიტომ რომ მანამდე არ ვიყავი რეალურად მზად რომ ესეთი მასშტაბური გარკვეულწილად პროექტისთვის მოეკიდა ხელი. შენთვის სად არის ნუსფერატო სად არის ფილმოგრაფიაში, სად დგას სხვა ფილმებთან მიმართებაში? მე შემიძლია მე დავამატო ამას რამე თვითონ ეგერსის ფიგურაზე და ჟოში ადარო მის წინა ნამუშევრებს რა მიმართება მათ შორის? ხო, ეს არის მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა და ეგ ისტორია მეც მაქვს გაგებული ამაზე. თვითონ ეგერსის პირადი ისტორია ნუსფერატოსთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, პირველად როცა უყურა იყო იმით ხმის გარეშე. და ნუსფერატოს რო ხმის გარეშე უყურო, რაღაც განსაკუთრებით კიდე სხვანაირად საშიშიც და რაღაცა, რასაც უნდა იწევდეს მოკლედ, ალბათ საშინელებათა ვიზუალი. იმისგან მუსიკის გარეშე. კი, ხო, გახმოვა იმის მუსიკის გარეშე რა თქმა უნდა, ხო. უხმო ფილმია, კი, ვიცით, იმის მუსიკის გარეშე, ამას გულისხმობ ხო ეს. აი, ხო გამომეპარაკა და არა, ხო, ეს მუნჯი ფილმი რო კი. სადმე ხო არის ლაპარაკობენ. კი ბატონო, ეს არის ამ კვირაში უყურე ბოლოს. ასე რომ ხო, ანუ მუსიკის გარეშე საერთოდ ნებისმიერი აუდიო მხარის გარეშე, მოდი ასე ვთქვათ რა. და ეს განსაკუთრებულად საინტერესო უნდა იყოს მხოლოდ ვიზუალურად ნუსფერატოს ყურება და აი აქ მე რა მახსენდება მე იცი რომ აი ეს რობერტ ეგერსზე სულ ლაპარაკობენ ხოლმე რომ ძალიან ბევრ ძალისხმევას დებს ხოლმე თავის ამ საშინელებათა ფილმების ვიზუალში ხო ისედაც ანუ აი ძალიან დასამახსოვრებელი ძალიან ბევრი ვიზუალი აქვს აი დაწყებული ვიჩიდან და მე მოყოლებული აი ეს Lighthouse-ი და ნუ ის Northman-ი საშინელებათა ფილმი არ არის მაგრამ არანაკლებ დასამახსოვრებელი და ესე დეტალურად დადგმული ფილმია ხო და მე რაღაცნაირად არ ვიცი ხე ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ მგონია რომ რაღაცა ისეთი ფილმია ერთ-ერთი ეს Nosferatu რომელზეც ეს რობერტ ეგერსი მითხავს მოდიოდა და რაღაცა ლოგიკურ გაგრძელებად იქცა მისი აი ამ კარიერისა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მისი ამ საშინელებათა ფილმების აი ეს ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან დასამახსოვრებელი ეს ვიზუალური გამოცდილებების შექმნის, ხო? არ გამორიცხავდი რომ მოდიოდეს ნამდვილად აი თავის დროზე იმ პირველი გავლენიდან, რომელიც შეიძლება მიიღო აი ამ Nosferatu-ს ჩუმად ყურებიდან რა. თვითონ კარიერულად ხო ალბათ რაღაცნაირად მგონია რომ უფრო სხვა ეტაპზე გადავიდა, მოდი ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, რობერტ ეგერსი ამ მომენტში დრაკულასთან შეჭიდებით ასე ვთქვათ და თან ნუ იმიტომ რომ Nosferatu ხო დრაკულას ნაწილია და ანუ შეგვიძლია ვთქვათ ხო, შეგვიძლია განვცეთ თემა საიდან დაიბადა Nosferatu? კი, მაგრამ თან რას მომიცი რომ აი რატომ გონია რომ ეს არის შეიძლება იყოს რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა, იმიტომ რომ თვითონ გავიხსენოთ ხო აი დრაკულას ეკრანიზაციები ვის აქვს გადაღებული ხო აქამდე ანუ ვერნერ ჰერცოგი, ფრენსის ფორდ კოპოლა, ყველასთან ისეთ ეტაპზე როცა უკვე იყვნენ რაღაცა ძალიან კარგად დამკვიდრებული რეჟისორები ხო და რაღაცა არ მგონია რომ ეს ისეთი პროექტი იყოს რომელსაც ძალიან მარტივად შეგვიძლია შეეჭიდო ხო რაღაცა ის რო ხარ შეიძლება ყველაფერს შეეჭიდო ეხლა თუ მოინდომებ მაგრამ ანუ შეიძლება რაღაცნაირად კარიერულად ასახავდეს აი ამ თვითონ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ როგორ იღებენ ხოლმე დრაკულას კარგ ეკრანიზაციებს შეიძლება ერთ-ერთი ნიშანი იყოს იმისა ასევე რომ ეს რობერტ ეგერსის რაღაცა ახალ ეტაპს ხედავთ ეს კარიერული განვითარების ხო რაც შეეხება ისტორიას ხო ანუ დრაკულასთან კავშირის ხო ეს ძალიან საინტერესოა თვითონ აი ეს დასაწყისიდან რო გადავიდეთ ხო 1922 წლის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპრესიონისტული ფილმი Nosferatu ხო რომელიც ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს აქვს გადაღებული დრაკულას მიხედვით, ანუ დრაკულას ეკრანიზაცია იდეაში, მე მგონი პირველი ეკრანიზაციაა დრაკულასი. ოღონდ ეს რაღაცა უცნაური სამართლებრივი მდგომარეობა ქონდა მაშინ დრაკულას.
მე მგონი ამერიკაში არ ექვემდებარებოდა საავტორო უფლებებს, მაგრამ ევროპაში ექვემდებარებოდა და მას შემდეგ რაც გადაიღუბრა მხოლოდ სახელების შეცვალა და ეს სახელები რაც არის, ხო, ეგ დრაკულას პერსონაჟი, თვითონ დრაკულა და ეგ რაღაცა ჯონათან ჰარკერი და მინა და ასე შემდეგ, იმათ სახელების შეცვალა და დაარქვა ესა ორლოკი მაგალითად ამ დრაკულას და უჩივლა ამის შემდეგ ბრემ სტოკერის ცოლმა და ამ მოკლედ იქამდე მივიდა რომ ამათი თელი სტუდია გაკოტრდა ნოსფერატუს გადაღებულიც არის სტუდია სახელი აღარ მახსოვს და საერთოდ მიიღეს დავალება რომ სასამართლო გადაწყვიტა რომ გაენადგურებინათ ყველა ასლი და თითქოს ერთი ასლი სადღაც რაღაც შემორჩა და მაგითი მე მგონი ერთი ცოტა ეს ლეგენდასავით მე ამერიკაში არის ამერიკაზე არ ცელდებოდა როგორც ვიცი ეს საავტორო უფლებების ნაწილი და ამერიკაში უკვე გასული იყო ეს ფილმები და მოკლედ რაღაცნაირად ანუ ლოგიკური ანუ ფაქტია რომ შემორჩა ეს ფილმი ისტორიას ხო ფლორენს ბელკომის მცდელობას რომ გაინადგურებინა ეს ფილმი რაღაცნაირად არ გამოუღია შედეგი და რეალურად რაღაცა შეიქმნა ისეთი ნაწარმოები რომელიც რაღაც ეპიკურია ხო რაღაცა რომელსაც სულ უბრუნდებიან რეჟისორები და არსებობს მისი ბევრი ვერსია ხო ამ ფილმის მაგრამ ალბათ სამი ვერსია რომელიც უნდა გამოვარჩიოთ ამ შემთხვევაში არის მურნაოს ფილმი რომელიც ახსენე ჰერცოგის 79 წლის ვერსია ნოსფერატუ the vampire და უკვე ეს ახალი მოდი შეგვიძლია აი ეს ერთმანეთთან რაღაცა სხვაობები და საავტორო ხედვები დავიჭიროთ და ამაზე ვისაუბროთ უფრო მეტად, ხო? იმიტომ რომ მე ესე იგი ვნახე ამ კვირაში ჰერცოგის ვერსიაც და მურნაოს ვერსიაც. ჰერცოგი საინტერესო შემთხვევაა, იმიტომ როგორც მივხვდი, ნოსფერატუ კი ჰქვია, მაგრამ თვითონ პერსონაჟები არიან დრაკულას პერსონაჟები, ხო? ისე დროსაა გადაღებული უკვე რომ საავტორო უფლებები უკვე ბრემ სტოკერის ოჯახი უკვე ვეღარ მოთხოვდა საავტორო უფლებებს, ასე რომ აი დასაწყისში ხო ვლაპარაკობდით იმაზე რომ შენი ქება ვახსენე ამ ფილმის და ერთი 10 იყო როდესაც წავედი ფილმის ანახავად, ხო? მე ცოტათი ისეთი შეიძლება გადამეტებული მოლოდინიც კი მქონდა ფილმიდან რა. მაგრამ აი ჰერცოგთან მაგალითად შედარება რომ გავაკეთოთ ამ ფილმის, ხო? როგორი შთაბეჭდილება დამრჩა, მოკლედ რო ვთქვა. და მე შენ შეგიძლია ამაზე კომენტარი გააკეთო. ჩვენ რაღაც უკვე რაღაც შევეჩვეთ იმას წინააღმდეგობას, ხო? substance-დან მოყოლებული ხა მე ისევ აქ. მაგიტომ მას საინტერესო საუბარი თორე. ანუ ჩემთვის ეს ახალი ვერსია იყო ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაწარმოები რა, მასშტაბურის დიდი და ისიც უნდა ითქვას რომ ეს ფილმი არის გადაღებული სტუდიაში, რომელიც მე ფილმის ყურებისას, ანუ ააშენეს სეტი მთლიანად და ააშენეს ეს სახლები, მთელი ქალაქი ააშენეს, ხო? ეს ფიქციური გერმანული ქალაქი სადაც ხდება მოქმედება. მაგრამ არ გრჩება ეს შთაბეჭდილება, იმდენად კარგი ნამუშევარია და თითქოს აი მეიკინგს რო უსმენდი, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც განათებულიც კი არ იყო ეს დეკორაციები, თითქოს აი ქალაქის შთაბეჭდილებას მაინც ტოვებდა, იმდენად კარგი იყო. დეტალები, რომელსაც აქ ხედავთ თვითონ ფილმის ყურებისას და ეს პერიოდი, რომელიც ასახული არის, ხო, ეს 19 საუკუნე, არის მართლა საოცარი, მართლაც საინტერესო, მართლაც რაღაცა შედიხარ შიგნით ამ სამყაროში და ცხოვრობ და გონია, რომ მართლა იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ხდება მოქმედება და ეგერსი ზოგადად ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს რისერჩის ნაწილს და აი იქ სცენარო არის, სადაც აი ზანდა ბევრი ფურცლები დევს და რაღაცა, რეალურად იქ რაღაცა წერია და შეიძლება რაღაც ისეთი წერია, რომელიც აი რო დააზუმო და კარგად ნახო, შეიძლება არა უბრალოდ რაღაცა ესეთი უაზრო სიტყვები, რაღაცა შინაარსი არის რა, იმ ყველაფერს ჩადებული და ეგერსი ზოგადად ამ ფოლკლორსაც ხო, ამ ძველ ფოლკლორს და ამ ვამპირების ამბავს და რაღაცა ძალიან ისე შეისწავლა, ზოგადად აინტერესებს ეს ყველაფერი, მაგრამ ფილმისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებით რაღაცა ამ სქემში. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ტექნიკური თვალსაზრისით და ძალიან ესეთი ამბის მოყოლის თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო ფილმი და მართლა აი ნაკლი არა აქვს რა ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ ერთი რაც დამაკლდა, უпростоრად რაც მომეჩვენა, რომ თითქოს ზედმეტად მორგებული არის თანამედროვე მაყურებელს
და არის ზედმეტად ნატურალისტური, არ ვიცი სწორი სიტყვა თუ არა ამ შემთხვევაში, ხო? არის საშიში ჯამპსკეერებიც არის რეალურად და არის ძალიან ესეთი ველური, არ ვიცი როგორ სიტყვა თქვა, მაგრამ და ეს ხმებიც როგორ არის დამუშავებული და ეს ყველაფერი მომართული იმის რომ შეგაშინოს რა. და არ ვიცი ეგ რამდენად ემოციურ დონეზე მუშაობს. ანუ გულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, რომ შეხედავ შეგეშინდება, მაგრამ ისო და ისო ბევრი დრო უნდა გავიდეს, რომ ვიცოდე ის მე როგორ იმას დამიტოვებს, მაგრამ აი ხა შედარებას მაგიტო ამბობდი ჰერცოგთან შედარებით. ხო, ჰერცოგის ვერსიას რო უყურებ, არის ძალიან საყვარლობაც კი, ამიტომ თქვი რაღაც fairy tales ეძახიან, ხო, რეალურად ნოსფერატუს ამბავს, ძალიან მარტივი ისტორია, რაღაც ჩარჩვა, რომელსაც ყველა ეს რეჟისორი მე იმეორებს, მაგრამ მე ყველა თავის და ამაზე კიდე მოგვიანებით შეგვიძლია ველაპარაკოთ, იმიტომ რომ მაგ ნაწილში ეგერსი საინტერესოა, იმიტომ რომ საკმაოდ მგონია რომ ავრცობს რაღაცებს და თავის იდეებს დევს. მაგრამ აი გადაწყვეტილებების ამბავში ვადარებ ჯერჯერობით, ხო? და ხო, როგორია ეგერსის ამბავი? ეგერსის ამბავი ეს ორლოკი არის რეალურად საშიში ტიპი და როგორ გვეცხადება, ხო? დასაწყისშივე ეს სიზმარში და რაღაცა ცხადად ხედავთ, იმის სიზმარში კი არის პერსონაჟის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რეალურად როგორ ვინ არის, ხო, ეს ყველაფერი და ჰერცოგთან აი მაგალითად თუ გახსოვს დასაწყისში არის კავშირი როგორ იმევა ამ პერსონაჟს შორის, დრაკულას შორის და ამ გოგოს შორის სახელი არ მახსოვს ახლა რა ქვია მან იზაბელა ჯანის ლუსი. იზაბელა ჯანის პერსონაჟი არის ლუსი და მან ანუ ისე და ისე ეგრესთან როგორია რა სიზმარში ეცხადება ლირი როუზ დეპის პერსონაჟს ეცხადება სიზმარში შეხოდა და იქაც ზინავს იზაბელა ჯანის პერსონაჟს ჰერცოგთან, მაგრამ იქ ღამურაა. ანუ აი ძალიან რაღაც მინიმალისტური გადაწყვეტილება, სადაც აი ღამურით ხდება აი ამ მთელი შეიძლება სადაც აქ უფრო ნატურალისტს რაწובה, ხო, ეს ეგერსი გადატანა რაღაც ერთ სიმბოლოში, ხო, და ამ სიმბოლოში გამარტივება და გიყვება და რაღაც საინტერესო იყო. მე კიდე ჰერცოგთან არის უფრო არტისტული სცენები, არ მის თქმა მინდა რა, არტისტიზმს თუ შევადარებთ, ხო? ჰერცოგის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ალბათ ბიუჯეტი კიდევ დაწუნებული გაცილებით ნაკლები ჰქონდა და გაცილებით პატარა ფილმი იყო, მაგრამ აი ეს სცენები დასკვნით ეტაპზეც ეს სცენა, სადაც წინწყაროს და ესეც უნდა თქვათ როგორც ქართველი. კი, წინწყარო ძალიან საინტერესოა. მაგრამ ეს ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ წინწყარო ჩვენ როდესაც უყურებთ, ჩვენთვის არ მუშაობს ერთ გარკვეულწოდ, იმიტომ რომ წინწყაროს ჩვენთვის რაღაც სხვა დატვირთვა აქვს, ხო? რაღაც ეს იმდან დიდი სიმბოლიზმი მოაქვს ეროვნული თუ ნაციონალური, ხო? ჩვენ სხვა შინაარსები გვაქვს ამაში, მაგრამ ალბათ უცხო მაყურებელი, რომელიც ქართულ კულტურას მოწყვეტილი არის, იმას რო ისმენს წინწყაროს იმ სცენაზე, ალბათ სხვანაირად აღიქოს და ატმოსფეროს უხდება თუ დავცლით აი ამ ეროვნული მიკუთვნებულობისგან და ჩვენთვის ასოცირებული სიმბოლიზმისგან, ალბათ საშინაოთა ფილმის ატმოსფეროს მოუხდება. კი, იქ რა როგორც არის მოწყვეტილი. და როგორ აღწევს კიდე ამ რაღაც ჰერცოგი, ხო? იმ შემთხვევაში ამ რაღაც მიზნებს იმის რომ გადმოსცეს ეს ამბავი, ხო? და ჰერცოგი ზოგადად ხო მაგითია ცნობილი დროს გიჟეებს აკეთებს, რომ ჰოლანდიაში იღებდა მე მგონი იმ სცენას კი დელფჩია გადაღებული და ოღონდ წინ სხვა ქალაქში უნდა გადაეღო და იქ უარი უთხრეს რომ მე მგონი 13000 ვირთხა გამოუშვა რა იმ სცენაში ხო იცი ეს ძალიან ბევრი ვირთხა რო არის რა სცენა რომელიც აი საშინელებაა ხო აი რა უყურებ ძალიან ძრაავს რაღაც და ეს ადამიანები იქ რომ ცდილობენ რაღაც ეს KP სიკვდილის პირას თუ რაღაცა ეგეთი მოკლედ იმის თქმა მინდა ისევ და ისევ რომ არტისტიზმში ჩემთვის იმარჯვებს ჰერცოგი ამ შემთხვევაში თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით და აი სანახაობის თვალსაზრისით ეგერსი რა თქმა უნდა ძალიან მოწოდების სიმაღლეზე არის რა მაგხრი კი არ მე გეთახმები ხა მაგაში თვალსახმად ძნელი არ დაგეთახმო ხო ანუ მეც ვერნერ ჰერცოგი ძალიან მიყვარს და თუმცა მანდ ხა ჩემთვის რა არის ხო ანუ ჩემთვის რობერტ ეგერსი არის ესეთი საშინელებათა ფილმების რეჟისორია რობერტ ეგერსი მოდი ასე ვთქვათ რა შეიძლება რაღაც თითქოს მარტივი განსაზღვრაა მაგრამ რობერტ ეგერსი არ არის ვერნერ ჰერცოგი ხო ანუ ვერნერ ჰერცოგისთვის კარიერულადაც ალბათ კიდევ ცოტა განსხვავებული ნაწილია ხო ანუ ეს რაღაცა ექსპერიმენტირება შეიძლება პერსონაჟებშიც რაღაცა სხვანაირი და
ეს მოკლედ ესე ვთქვათ რა, ანუ შიშის ნაწილი ვერნერ ჰერცოგთან მე ვხედავ რომ ეს არის მის მთავარი მიზანი აქ რა. ანუ რაღაცნაირად თითქოს განცდა მაქრო თან პერსონაჟებიც რო შევადაროთ, ხო, ისედაც ანუ ვერნერ ჰერცოგის დრაკულა ცოტა უფრო რაღაცა კომპლექსური ტიპიც არის, ხო, რაღაცა. თითქოს რაღაცა განცდა მქონდა რომ რაღაცა ეგზისტენციალურ კრიზისშია, ცოტა მორიდებულია, საერთოდ არ არის რაღაც ესეთი აგრესიული და ოპრესიული ტიპი და ეს დრაკულა ეს რაღაცა მონსტრია, ხო, ანუ რომელიც ანუ საერთოდ მისთვის არ არსებობს არანაირი წინაღობები და ანუ ეს ვთქვათ ჩოულებრივი მონსტრია რა. ხო, მე არც კი შევეცდები მისი ხმა განვასახია. ხო, არა, ჯობია რომ არ ცადოთ, კი. პოდკასტამდე ცადეთ ორივემ და არ დაყოფილდით არც ერთი ამ იმიტაზე რომ ხო და შესაბამისად ხო ანუ რა თქმა უნდა არის ეგ განსხვავება მაგრამ არ ვიცი შეიძლება რაღაცა ვერნერ ჰერცოგისთვის უფრო თვითონ ეს ვამპირის მოვლენის ჩაწვდომა რაღაცნაირად არ იყო არ მაგ განცდა რომ მისთვის ანუ აი ამ რაღაცა ვამპირის პერსონაჟის შექმნა და განვითარება ამ ისტორიის მისთვის მთავარი აქ არის აქ იყოს აი ეს შიშის მომენტი რა და ხო ანუ აი ეს თუნდაც ახლა რაც ახსენე შენ აი სცენები რაც აქვს ხო და თუნდაც აი ეს წინწყარო სადაც აქვს გამოყენებული ეს ძალიან ფართო სცენაროა სადაც უკვე ეს ის როა ქალაქში რო შავი ჭირი როა დაწყებული ხო ანუ ეს რაღაცა უფრო თვითონ ეს ვიზუალიც უფრო იმას გავს თითქოს რაღაცა აი ამ ფლანდრიული ოქროსხანის იმას რა ნახაც შეიძლება მარტივად იყოს რაღაც რომელიმე ჰოლანდიელი მხატვრის სადაც შავი ჭირი დელფტში შეიძლება ესე იყოს ხო უბრალოდ სხვა მიზანი აქვს ჩემი აზრით რობერტ ეგერსის ფილმს იმიტომ რომ ანუ აქ ის რომ ანუ მაყურებელი იყოს ტერორში ხო ეს ანუ გაცხადებული მიზანი აქვს თავიდანვე მე მგონი ხო და უბრალოდ გადაწყვეტა ალბათ ყველაზე ნიშნულოვანი არის ხო არა როგორ გადაწყვეტა ერთმა და როგორ გადაწყვეტა მეორე იმიტომ რეალურად ხო ნოსფერატუს ორიგინალი ნოსფერატუს საერთოდ ძალიან განსხვავდება იგივე ჰერცოგის ნახსობრად განსხვავდება ხო ჰერცოგში არის საინტერესო რომ მე არ ვიცნობ კარგად ხო ამ ვამპირების თემას და ასე შემდეგ მაგრამ ჰერცოგში არის ის რასაც შეჩვეული ვარ სხვა ვამპირულ ფილმებში პოპკულტურაში თუნდაც ენ რაისის წიგნებში და მე უკვე ეკრანიზაციებში ხო რომ ეს ტიპი ხდება თვითონ ანუ რო უკმენს ამ თავარ პერსონაჟს ჰატერი არის ხო იმ შემთხვევაში ჰატერი არის ჯონათან ჰარკერია ხო რაც დრაკულას ორიგინალი პერსონაჟი ჰატერი ხო და აქ იქ ჰერცოგთან სხვა ქვია მაგრამ მოკლედ იქ მე ის ხდება ხო ვამპირი ხო მაგრამ ამას ჩვენ ვერ ხედავთ ვერც ეგერსთან და ვერც ორიგინალ ნაწარმოებში. კი, არა. ის არ და არც დრაკულაში არ ხდება ეგ თვითონ წიგნიც არ ხდება. ხო. სხვადასხვა საინტერესო ის იყო გადაწყვეტილება და მომეწონა პრინციპში ეგ რომ მურნაოსთან ხო კისერში კმენს კისერში აქ ნაკმენები და ჰერცოგის ვერსიაშიც და ეგერსთან არის აი ეს გუნკერდის არეში რაღაცნაირად არათუ კმენა რაღაცა ჭამასავეთ არის ხო რეალურად ხო ცხოველურია თითქოს ხო თვითონ ეს დრაკულას ტიპაჟია ჩემი აზრით მაინც ალბათ ყველაზე მთავარი განსხვავება აი ამ სამ ნოსფერატუს შორის არის აი თვითონ რობერტ ეგერსის ნოსფერატუ როგორც რაღაცა რო ფიქრდები ხოლმე ხო შეიძლება იყოს ყველაზე ახლოს რაღაცა შენ ახსენე ეს ეგერსის გატაცება მითოლოგიით ფოლკ ნაწილით ვამპირების ხო და რეალურად ხო ეს ვთქვათ ცოცხალი ვინ არის ხო ვამპირი ანუ ვამპირი არის მკვდარი ადამიანი რომელიც ასე ვთქვათ ცოცხალია რაღაც ინარჩუნებს სიცოცხლის ნიშანწყალს და ინარჩუნებს მის აი ამ რაღაცა არაბუნებრივ მდგომარეობას იმით რომ სვავს ცოცხალი ადამიანების სისხლს, ხო და მონსტრია ხო ჩაულებრივი. ხო და აი მაგ ნაწილში ხო ანუ რაღაცნაირად თითქოს ყველაზე ახლოს არის აი ამ ფოლკლორულ ვამპირთან ეგერსის ნოსფერატუ, იმიტომ რომ ანუ ძალიან ნაკლებადაა დაინტერესებული თითქოს აი ამ რა ქვია, ყველანაირი კომპლექსური საკითხებით. ხო ანუ იგივე ის რო ავიღოთ ახლა აი იმის ფრენსის ფორდ კოპოლას დრაკულა ხო იდე რატო ადარებ იმიტომ ნოსფერატუ დრაკულა რეალურად ერთ და იგივე რაღაცა ვლაპარაკობ ხო საბოლოო ჯამში პერსონაჟი მოდის ერთ და იგივეზე ხო ხა იქ გარი ოლდმენის პერსონაჟი ძალიან კომპლექსური პერსონაჟია ისეთი ანუ და განვითარებაც იდეაში პერსონაჟს გაცილებით უფრო ფართო აქვს ხო და აქ ეს ნოსფერატუ ცოტა ისეთია ანუ
დასულია აი ამ ერთ რაღაცა საბაზისო ინსტინქტამდე, ასე ვთქვათ, რომ არის საბაზისო მონსტრი, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი მონსტრი, ხო? ეგეც ალბათ არის ერთ-ერთი რაღაცა პლუსიც და გამორჩეული, პლუსი არა, გამორჩეული ნაწილიც ალბათ აი ამ 2024 წლის ნოსფერატუსადმი, იმიტომ რომ რეალურად, ხო, ანუ დრაკულას მითოლოგიისთვის ძალიან არასახასიათო და ახალი პერსონაჟი აქვს შექმნილი ამ ბილ სკარსგორდის ნოსფერატუს სახით, იმიტომ რომ ისედაც ხო ანუ აი რაღაცა ყოველთვის უფრო რომანტიული, მეტნაკლებად რომანტიული ტიპაჟია ხოლმე სხვადასხვა პერსონაჟებს, ისაც ახლა რო გავიხსენოთ, ხო ანუ როგორ რამდენი დრაკულას გახსენება შეიძლება, ხო ანუ იგივე ფრენსფორდ კოპოლასთან მახსენე გარი ოლდმანი იქამდე ბელა ლუგოში და რაღაცა ძალიან საინტერესო პერსონაჟები ყველანი რაღაცა ძალიან საინტერესო ტიპები არიან ყველანი, ხო და ეს რაღაცა ანუ აი თითქოს არც აქვს იმისი ამბიცია რომ იყოს თითქოს ფილოსოფიურად საინტერესო, მოდი ესე ვთქვათ რა და კომპლექსური ტიპაჟი, ეს რაღაცა საბაზისო მონსტრია, ასე ვთქვათ რა და აი ეგ ჩემთვის რაღაცა ახალია მეტნაკლებად ეგ ამბავი და საინტერესოც და თითქოს ხო როგორც ვთქვი უფრო ახლოს არის აი ამ ვამპირულ ეტიმოლოგიასთან, ვამპირთან როგორც სუბთა ტიპის მონსტრუოზულ ფენომენთან. ვიდრე ვთქვათ სხვა აი თუნდაც ისეთ რაღაცა ეგზისტენციალურად მოაზროვნე ვამპირთან როგორც არის იმის კლაუსკინსკის ვამპირი რა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება პიროვნულად ვამპირთან რეალურად კლაუსკინსკი ახლოს იყო თავისი პირად ცხოვრებაში შეიძლება არანაკლებ ვამპირი იყო რეალურად, მაგრამ პოპკულტურაში ვამპირის როგორც მომხიბვლელი პერსონაჟის გაჩენა მოდის მინდან მე-19 საუკუნის დასაწყისიდან და ასე ვთქვათ პირველი პოპკულტურის პირველი ვამპირი იყო ლორდი ბაირონი. ხარატო განა ვამპირი იყო. უბრალოდ ხო ანუ აი პირველი ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი ვამპირული, ტრადიციული ვამპირული მოთხრობა ბრიტანული არის ჯონ პოლიდორის The Vampire, რომელშიც შემოდის აი ეს პერსონაჟი ძალიან დახვეწილი ჯენტლმენი, მისტიური ტიპაჟი, ძალიან სიმპათიური, მაგრამ თან რაღაცა რო შეხედავ, რომ რაღაცა რო ხვდები, რომ რაღაც ვერ არის მასთან დაკავშირებით კარგად და ეს პერსონაჟი პოლიდორის აქვს მთლიანად დაფუძნებული ლორდ ბაირონზე, რომელთანაც რაღაცა ესეთი სიყვარულის სიძულვილის ურთიერთობა ქონდა რაღაცნაირად. მათ შორის ერთი მასთან ქალთან დაკავშირებით, რომელთანაც ორივეს ქონდათ ურთიერთობა და რატომღაც მოკლედ რეალურად თან უყვარდა ამ პოლიდორის ბაირონი, თან ეზიზღებოდა. და რაღაცა აი მისი ეს მომნუსხველი ეს უფრო სიმპათიური ვამპირის პერსონაჟი წამოვიდა პოლიდორისგან და აი რეალურად ახლა მე ესეთი პერსონაჟები ხო როგორიც არიან იგივე ხა იმ ენრაისის ვამპირები ხო ეს ლესტატი და ესენი რომლებიც საერთოდ არ არიან ესენი რა არ დაუჯდებოდნენ ხა და იმას ასე ვთქვათ ნოსფერატუს ორლოქს არ დაელაპარაკებოდნენ უფრო დახვეწილი ინტერესების მქონე ვამპირებია. ნუ სისხლი იმათაც უყვართ, მაგრამ უფრო დახვეწილი ინტერესების მქონე ვამპირები არიან, ხო? რეალურად მათი ასე ვთქვათ ერთი ბაზა მოდის აი ამ პოლიდორის ვამპირიდან, რომელსაც მერე მოყვა უკვე მთელი მე-19 და მე-20 საუკუნის ეს რომანტიზებული ვამპირი და რაღაცნაირად შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს ბილ სკარსგორდის ორლოკი, ხო? თითქოს უბრუნდება აი ამ ვამპირიზმის, აი ამ ხო ფოლკლორულ საწყის თითქოს ბოლომდე არა რა თქმა უნდა რა, იმიტომ რომ ეხლა ისედაც ვიქტორიანული ეპოქის ნაწარმოების ეკრანიზაციაა, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ აი ამ კავშირს მე მაინც ხედავ რა და ეგ დამატებით უფრო საინტერესოს ქმნის მის პერსონაჟს, ვიდრე თქვა შეიძლება სხვა დრაკულებისგან, რომელიც არანაკლებ საინტერესოები იყვნენ, მაგრამ ეს ანუ აი ეს თითქოს შენარჩუნებული კავშირი აი ამ ფოლკლორულ საწყისთან ეგ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ერთი რაც ახსენე ხო, ეს ვამპირი არის რაღაცა მკვდარი მოცემულობა, მაგრამ ამავდროულად ხო, ანუ მთლიანად ამ ამბავს რო შევხედოთ ნოსფერატუს და დრაკულას ამბავს, ჩემთვის არის რაღაცნაირად აი საბაზისო რაც არის მან თემა, არის ერთი ეს სიკვდილის თემა, აი ეს რაღაც გარკვეულწილად ტაბუ დადებული თემა, რომელიც უბრალოდ ნაკლებად ლაპარაკობენ ხოლმე საზოგადოებაში, მიუხედავად რომ ძალიან გავლენა აქვს ზოგადად. ერთი სიკვდილი, ერთი ხრი, რომელიც ახსენდა, მეორე ეროსი, ხო? ანუ რაღაცა ამ ეს ლტოლვა, რომელიც არის და მეორე ხრი სიკვდილი, აბსოლუტური
არ არსებობა და საპირისპირო გარკვეულწილად მოცემულობა. ამისი რაღაცნაირად ეს ერთიანდება ამ პერსონაჟებში, რომელიც ამ ყველა ამბავს დაყვება ხოლმე. ანუ როგორც წესი ყველა ეკრანიზაცია, რომელიც არის ამ თემას ვერ გაიქცევა ხოლმე, მაგრამ ამავდროულად ყველა ავტორს ეძლევა ხოლმე საშუალება რომ განავრცოს და საკუთარი რაღაც ახალი თქვას, იმიტომ რომ რა აზრი აქვს ხა ეკრანიზაციას თუ აკეთებ რაღაც და რაღაცაზე პრეტენზია თუ გაქვს რაღაცა ახალი უნდა თქვა, ხო? ამ ხრივ ჩემთვის საინტერესო იყო ეგრეს ის ნაწარმოები, იმიტომ რომ ვილაპარაკეთ კიდევაც, როდესაც უყურებთ ფილმს, ვიქტორიანულ ეპოქაზე, ხო, როდესაც არის ეს ყველაფერი და ის თემები, რომელსაც შლის აქ ეგერსი. და ეს თემები არის ისევ და ისევ წინა ფილმზეც ვლაპარაკობთ, ხო, ამ ფემინისტურ თემებზე და ეხლა ისევ ორი მამაკაცი ვართ და ვლაპარაკობთ ამ თემებზე, მაგრამ ეგრე გამოვიდა. ანუ ავცობ საკმაოდ ისეთი ფემინისტური ფილმი არის, ხო, რაღაც გაგებით, ხო, შეგვიძლია არ ვიცი, ფემინისტურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უბრალოდ თვითონ ეგერს რო უსმენდი, როდესაც ლაპარაკობდა თემაზე, ქალის თემაზე, ვიქტორიანულ ეპოქაზე, ხო? იქ საუბრობდა, ეხლა არ ამბობდი რაღაც მე კონკრეტული რაღაცის მოწოდება მინდა ანთქმა რაღაცის, მაგრამ მე უბრალოდ ავსახავდიო, მინდოდა ამესახაო რაღაცა ის მოცემულობა, რომელიც იმ დროინდელ ვიქტორიანულ ეპოქაში, რომელიც ეხლა გერმანიაში არ არის ვიქტორიანულ გასაგებია, ხო? მაგრამ დაახლოებით იგივე დრო არის და დაახლოებით იგივე უფლებები აქვს იქ ქალს, როგორც მეცნიერებაც და ანუ ზოგადად საზოგადოებრივი დამოკიდებულება ქალებისადმი მეტნაკლებად იგივე იქნებოდა ჩრდილოეთ გერმანიასა და ბრიტანეთს შორის, ხო? ხო, და თან ამას ხედავთ ჩვენ გამოდმებით, საკმაოდ ეს ექსპლიციტურად ფილმში გამოხატულია, ხო, რაღაც მომენტებში, სადაც ამბობენ, რომ სადაც ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ მე აგერ კაცი ვარ და შენი ადგილი უნდა იცოდე, ხო, რაღაც ეგეცაც ხედავთ და საკმაოდ გამოხატული იყო და განსხვავებული ალბათ ისევ და ისევ ვერსიებისგან, რომლებიც მანამდე გვაქვს ნანახი. უფრო მეტად გამოხატული იყო, შეიძლება იქაც იყო რაღაც გარკვეულწილად ეს ყველაფერი, მაგრამ აქ კი, ცალსახადთან ვიზუალურადაც არის ძალიან კიდე ერთხელ რა, რაღაცა კარგად დასამახსოვრებელი სცენებია მაგხრივ რა, რომ აი ამ იმის, რასაც მე-19 საუკუნის მედიცინის და თვითონ აი ამ რაღაცა მედიცინაში და საზოგადოებაში, ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში კონცენტრირებული აი ამ უამრავი ოპრესიული სტერეოტიპის კონცენტრირება ქალებთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ ელენი არის მე მგონი სახელი არის მინა ჰარკერის პერსონაჟი, ვინც არის დრაკულადან, მოკლედ აი ამ კი, ელენი შროდერის კი, ანუ ეს პერსონაჟი არის აი ეს თქვა ყველაფერი ყველა ის სიმპტომი აქვს, რასაც მე-19 საუკუნეში ეძახდნენ ისტერიას, ხო? და რაღაცა სიგიჟე თეორიები არსებობდა, რომ ანუ საიდან მოდიოდა ეს და მოკლედ ანუ საინტერესო იყო აქ ის, რომ ანუ ეს იყო ექსკლუზიურად როგორც ეს დამახასიათებელი ქალებისთვის. მე-19 საუკუნის ამ პატრიარქალური მედიცინის მიხედვით, ხო? და აი ამის ვიზუალიზაცია არის ძალიან შთამბეჭდავი, ხო? თუნდაც აი ხა ის რო არის, რომ დააბავენ ელენს იმაზე. თაწოლზე რომ დააბავენ და არ ესმით მისი რა. კი და ისედაც ხო ანუ რაღაცა ეს მგონია რომ ეს მისი პერსონაჟი რომ რაღაცა აი მისი რაღაცა წარსული კავშირის გამო აი დრაკულას პერსონაჟთან თითქოს რომელთანაც რაღაცნაირად ნახევრად სულიერად ნახევრად ხორციელად გავიდა კონტაქტზე რაღაცა უცნაურად არის აღწერილი ხო ეგ ამბავი რომ ანუ თავის დროზე რაღაცა ჩემი ბრალიაო რა თითქოს რაღაცა ამაზე რომ გძნობს საკუთარ თავს რო აბრალებს ხო რომ აი მის პერსონაჟს ხო და ჩემს ეხა ამის გავრცობა შეიძლება უფრო ფართოდ ხო რაღაცა აი ამის პატრიარქალურ საზოგადოებაში ამ ქალების და ისე აი უფრო ფართოდ კიდე ხო ანუ აი ქალის მთლიანად მის სექსუალური მოცემულობის და კი ანუ და ეს კიდე უფრო ფართოდ ანუ ქალის მხრიდან თავის სხეულზე ფლობის და ანუ თავის სხეულზე თავისუფლების ნაწილზე რომელიც საბოლოო ჯამში აქ რაღაცა სიმბოლურად შეიძლება მე გამოვიტანოთ რომ ანუ აი აქ რაღაცა მის აი ამ ტრამვას მოყვება მე ეს რაღაცა ეს რა ქვია ეს მონსტრი რომელიც არის ეს ნოსერატუ ხო და მაგ ნაწილში ჩემი ძალიან საინტერესო კრიტიკაა იმიტომ რომ დღემდე მგონია რომ რელევანტურია ეგ თემა ხო იმიტომ რომ თვითონ სხვათა შორის თვითონ ორიგინალ იმაში დრაკულაშიც ხო ანუ
ეგ თემა იქიდანვე მოდის რა. დრაკულა ცნობილია იმით, რომ ანუ თვითონ რომანი ასახავს აი ამ ვიქტორიანულ აი ამ რაღაც ძალიან ღრმად პატრიარქალურ სტერეოტიპებს ქალებთან დაკავშირებით იგივე და ასევე იქ დრაკულაში კიდე ის მომენტია რა, რომ ეს დრაკულა როგორც უცხოელი და რაღაც უკოლონიზაციის შიში როგორც აი ეს უცხოეთიდან წამოსული რაღაც საშიში ტიპაჟი რომელიც მე ყვნის ამ მაღალ მოზნეობრივ იმას ბრიტანულ საზოგადოებას ეგ საერთოდ თვითონ ბრემ სტოკერის დრაკულადან მოდის ეგ ამბავი რა ანტისაიმიგრაციო კი დღესაც შეიძლება ესე ლოგიკური იყოს ხო ბრიტანეთსადმი ეგ ამბავი ხო და ანუ მე იმას ვამბობ რა რომ ეს თვითონ ორიგინალიდან მოდის თვითონ ეს ასე ვთქვათ თვითონ ეგერსის ნაწილში ჩვენ ვიცით რომ ეს კრიტიკაა ნუ ბრემ სტოკერის შემთხვევაში შეიძლება ხა ეგ დარწმუნებული არ ვიყოთ იმიტომ რომ იმ ეპოქის შვილი იყო თან კაცი იყო შესაბამისად ანუ შეიძლება ბრემ სტოკერი ხა ეგეთ კრიტიკოსად ვერ აღვიქვათ რა მაგრამ ეგერსის ნაწილში ხა ზუსტად ვიცით რომ მისთვის ეს არის არა მარტო ვიქტორიანოს ალბათ დღემდე არსებული ისევ აი ამ ვთქვათ უფრო ძალიან ფართო სპექტრში ის პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალების და განსაკუთრებით ანუ ვთქვათ ქალების სექსუალობის ოპრესიის ძალიან საინტერესო ეკრანზე სხვათა შორის გაგაწყვეტინე აი ხა ნოსფერატუზე ვცდილობდი რომ წამეკითხა ქალების კრიტიკოსი ქალების სტატიები უფრო მეტი რა რეალურად დიდი განსხვავება ვერ ვნახე იმიტომ რომ ნუ ქალებსაც და კაცებსაც საკმაოდ თანაბარი იყო იმ კრიტიკოსების ნაწილი ვისაც მოსწონდა და არ მოწონდა რა საინტერესო მომენტი იყო მაგ შენ რო ახსენებ აი რომ აბავენ და ესე იგი ამათ სიმბოლურად შეგვიძლია დავინახოთ როგორც რაღაც ეს სექსუალობის მიუღებლობა ქალის საერთოდ სურვილების და მოტივების ხო და ის დაბმის მომენტში შეიძლება ეს გამოიხატოს მაგრამ და უილიამ დეფოს პერსონაჟზე მინდა გადავიდე ამას როგორც საპირწონეთ ამ ყველაფერს იმიტომ რომ და მე შეგვიძლია მსახიობებზეც გადავიდეთ და პერსონაჟებზე ამ ფილმის შემთხვევაში უფრო მეტად ვიდრე თქვა რომ არ გამოგვივიდეს ჰერცოგზე და მურნაოზე ვილაპარაკოთ დრაკულაზე ხო იმიტომ განსხვავებული იყო ამ ხრივაც რა ეს ფილმი და ანუ დეფოს პერსონაჟი რატომ მოვიტანე ამ ამბავთან რომ დეფოს პერსონაჟი არის რაღაც საპირწონე ამისი დეფოს პერსონაჟი რომელიც არის პარაცელსის მოსწავლე შემოდის ისეთი მოტივით რომ რატო ყავთო ეს დაბმულია ხო ანუ რაღაცნაირად დეფო არის ეს პირიქით ტიპი რომელიც ამ ქალში ხო არ ხედავს მხოლოდ ისტერიას და არ ხედავს მხოლოდ რაღაც იმას რომელიც არის დასაბმელი ადამიანი და პირიქით და მე ამბობს კიდევაც ხო იმისათვის რომ ჩვენ რაღაცას დავუპირისპირდეთ ჩვენ დემონები უნდა მივიღოთ ხო მე საინტერესოა რომ როდესაც ეკითხებიან რომ ანუ ეს რომ ამბობს რომ დემონთან აქვს კავშირი და რაღაც ესენი მომენტებია რომ ანუ ეს მეტაფორულად გულისხმობთ რომ არაო I mean demons ხო რაღაც ეგეთი ის არის რა მომენტი რა და ანუ ეს დეფოს პერსონაჟი შემოდის როგორც ეს ტიპი რომელსაც რაღაცნაირად უფრო მეტად ესმის ამ იმისი დეფოს პერსონაჟი შეგვიძლია ზოგადად ვილაპარაკოთ იმიტომ რომ რაღაცა დიდი არ ვიცი ეგ იმის გამოა რომ დეფო როგორც მსახიობი დღეს და არ ვიცი მე 50 წლის თავზე როგორ შეხედავ ამ ფილმს მაგრამ დეფოს ძალიან დიდი ამბავი მოაქვს როგორც მსახიობს ზოგადად და რაც ფიგურას ხო თანამედროვე კინოში რაღაცა ძალიან დიდ ბევრ როლს თამაშობს ზოგადად ფილმებში ძალიან აქტიურია მათ შორის რობერტ ეგერსისთვისაც ძალიან დამახასიათებელი მსახიობი ხო ეგერსისთვის არის ძალიან ისეთ საყვარელი მსახიობი და სხვა მსახიობები უნდა თქვათ იცი რა მაინტერესებს ანუ მან ვარ რაღაცნაირად გაყოფილი რა დეპის როგორც მსახიობის ლილი როუზ დეპს გულისხმობ რამდენად შეასრულა კარგად ეს როლი უბრალოდ ფიზიკურად მგონია რომ ძალიან კარგი შესრულება იყო ამ შემთხვევაში ხო ის რაღაცა სხვადასხვა არ ვიცი რა დავარქო კონვულსიები თუ თვალების ამოტრიალებები რომელსაც რამდენიც გავიგე თვითონ აკეთებდა ყველაფერს იქ რაღაცა არ არის რაღაც გამოყენებული სხვა მეთოდები მაგრამ რიგ შემთხვევაში მეჩვენებოდა ან თვითონ როგორც მსახიობი ამას ფიზიკურად კარგად ასრულებს ამის თქმა მინდა მაგრამ თვითონ სარეჟისორო გადაწყვეტილება რამდენად იმიტომ რომ ზოგიერთი სცენა მეჩვენება ცოტათი სასაცილოდ არ ვიცი ხო ან რაღაც ეს არ ვიცი იქაც დაახლოებით ეგზორციზმის სტილის ის არის რა სადაც აი დღევანდელი გადმოსახება ეგეც ცოტათი
მე ძალიან მომეწონა ზოგადად Lily Rose Depp-ის პერსონაჟი და თვითონ მისი თამაში ან მართლა ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვარ დღემდე რა მაგით, იმიტომ რომ ჩემი აზრით, აი, ასე ვთქვათ, თვითონ ხო ეს ნოსფერატუ მომავალი თაობის გოთებისთვის არის, აი, უკვე მომავალი აი შექმნილი საკულტო ფილმი რა და მგონია რომ აი ეს განსაკუთრებით Lily Rose Depp-ის პერსონაჟი იქნება ძალიან საკულტო პერსონაჟი რა და აი მაგ ნაწილზე ხო მე ჩემი მოსაზრება მაქვს და მაგას მე ვხედავ როგორც აი ამ რაღაცა უფრო პატრიარქალური და კრიტიკული ნარატივის გაგრძელებად ხედავ მე მაგას რა ანტიპატრიარქალური უფრო სწორად და კრიტიკული ნარატივის გაგრძელებად ხედავ მაგას იმიტომ რომ რეალურად ხო იგივე აი ეს თუნდაც ეგზორციზმის ნარატივებიც ხო არის ხშირ შემთხვევაში მიბმული იყო წარსულში იგივე აი ამ ემასთან რა ქვია. მოკლედ შეიძლება გაგებული იყოს როგორც ასევე კიდევ ერთი ნაწილი აი ამ პატრიარქალური ემის. სამყაროსი სადაც ასე ვთქვათ თუ ვთქვათ ჩავთვლით რომ შესაძლებელია მნიშვნელობა არ აქვს კაცია თუ ქალია ხო ადამიანს არ ვიცი ანუ რამდენადაც ყოფილა გაგებული რომ ვიღარა წარსულში რაღაცა ეგზორციზმად შე შემთხვევაში შეიძლება ეს ყოფილიყო საერთოდ სხვა ტიპის პრობლემები ხო ანუ რაღაცა მენტალური საერთოდ სხვა ტიპის პრობლემები რომელიც წარსულში იყო დანახული როგორც აი რაღაცა დემონი დემონი შეუჩდა ხა ადამიანს ხო და მე მგონია რომ ეს პირიქით ძალიან კარგად შემოდის მასში სიმბიოზში თვითონ აი ამ ჩაფიქრებულ ერთ რაღაცა ელენის აი ამ ჭყალებში ისტერიასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად ხო და მე თუნდაც ის რომ აი ეს Van Helsing-ის პერსონაჟი მოდის ხო ეს პომფრანცი უილიამ დეფო შემოდის და მას კურნალობს თითქოს მას დემონია ხო ესეც რაღაცნაირად კონკრეტიკული რაღაცა მგონია იმიტომ რომ თვითონ ის პომფრანციც ხო მე-18 საუკუნის ინტელექტუალია თვითონაც ხო ანუ საბოლოო ჯამში ის კი თulis და ხა უფრო წინაა ვიდრე სხვა ექიმი რომ თulis რომ ხა დაბმა ადამიანის სიგიჟეა ხო მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ის მერე დგას და დემონს ებრძვის თავის გონებაში ხო და მგონია რომ რაღაცა შეიძლება უფრო რაღაცა კომპლექსური ხო და მე ხო საერთოდ ეუბნება რომ თავად უნდა გადაიხადოს თითქოს ამ იმის საფასური ხო ხო და მგონია რომ რაღაცა უფრო კომპლექსური ბუკეტი იქნება ამით რა და თუმცა საბოლოო ჯამში ხო ანუ აი ის თუნდაც აი ეს ეგზორციზმთან კავშირში აი ეს მისი აი ეს მიმიკებიც და ეს თვალების უკან გადატრიალებები და საერთოდ მის ნათამაშები როლი ჩემთვის არის ძალიან მაგარი. მე მართლა ძალიან მომეწონა ეგ ამბავი. საერთოდ მგონია რომ მაგ ფილმში ყველაზე კარგი პერსონაჟი იყო ეს ელენის პერსონაჟი. ყველაზე საინტერესო ცალსახად. ბილ სკარსგორდი. ხო, სკარსგორდი არის სწორი გამოთქმა, მაგრამ ჩვენ სკარსგორდი. ну სკარსგორდის პერსონაჟიც საინტერესოა, მაგრამ ეს არის სხვა მხრივ არის საინტერესო მოდი ესე ვთქვათ. ხო, შეიძლება ეგეთი გარეგნობის სახეები გადააქციო ასეთ არამომხიბლელ ულაშებიან ნუსფერატუს ხო? ну ეხა მე როგორც ულაშების ძალიან ულაშების ფლობელი ადამიანი ულაშებს არ მივაბავდი როგორც ხანერი ულაშებია. კი, მესმის. ну ბილ სკარსგორდს ეხა კარგად გამოსდის ეს გარდასახები მოიხსენება საშინელებათა ფილმებში. ეხლა რაც გამახსენდა კრიტიკად რაც შეიძლება ჩავთვალოთ ისო და ისო ამ ფილმის რაც ზოგადად არც ეს ფილმს არ პატიობ როგორც კინოში ლინგვისტური სნობი არის ენის გამოყენების ამბავი, ხო? ანუ, როდესაც საუბარია დრაკულაზე, მაშინ რა თქმა უნდა ინგლისურად უნდა იყოს, იმიტომ რომ შესაბამის გარემოში ხდება მოქმედება. მაგრამ იცი რა, როდესაც უყურებდი ფილმს, ვფიქრობდი, რომ გერმანიაში ხდება მოქმედება და ხო, ისო და ისო მიმართებაში რომ წავიდეთ, პირველი არის უხმო ფილმი გასაგებია, მეორეში ჰერცოგთან გერმანულად საუბრობენ ავთენტური არის ყველაფერი აქ ეს ადამიანები არიან გერმანელი პერსონაჟები არიან საუბრობენ ინგლისურად რაც ჩემთვის არის მიუღებელს ვერ ვიტყვი მაგრამ ანუ ძალიან დიდი კრიტიკა შეიძლება იყოს აი ისო და ისო ამ სნობიზმიდან გამომდინარე მაგრამ იმის თქმა მინდა და თან კიდე რა ამძიმებს ამ ყველაფერს იცი რომ როდესაც ჩადიან რუმინეთში ისინი მშვენივრად ლაპარაკობენ სხვა ენაზე, ხო? არ ლაპარაკობენ ინგლისურად. ანუ იქ უცხო, აი რაღაცა ის თან ეს აღმოსავლეთ ევროპული ენა ხო ამ იქეთა თვალიდან ეს რაღაცა ეგზოტიკურ და საინტერესო ხილად ეჩვენება მაყურებელს, ხო? და ამ დროს გერმანიაში რატო ლაპარაკობენ ინგლისურად ვერ ხვდები.
გასაგებია რატომაც ლაპარაკობ, იმიტომ რომ ჰოლივუდი არის და იმიტომ რომ მორგებული არის ისევ და ისევ იმ თვალს, ხო, რომელიც ინგლისურად უყურებს და ის საერთოდ არ ფიქრობს, აი ესეთ კითხვა შეიძლება უმეტესობას არც გაუჩნდეს, რა კითხვაც მიჩნდება მე აღმოსავლეთ ევროპის, მოდი აღმოსავლეთ ევროპად მოვნიშნოთ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელს. ეგ ხო მან მოყვები ალბათ ის არის. თუმცა მეორე მომენტი არის ის, რომ ისიც ძალიან ჰოლივუდურია ფილმი რო იწყება და რომ უბრალოდ რა წერია, რომ გერმანია 1828 წელი. ხო ანუ ნაწარმოები მართლა გერმანული ფილმი რო იყოს, ეხა არ დაწერდნენ რომ Deutschland 1828 წელი, ხო ანუ წარმოუდგენელი რაღაცა იქნებოდა, მაგრამ ესე ძალიან ჰოლივუდური ამბავია. ხო უბრალოდ გერმანია, ეს ხშირ სოფელია გერმანია სახელად და იქ ხდება 1828 წელი წელში, მაგრამ ხო ანუ ალბათ გერმანული ნაწარმოებია, ხო იდეაში. ნუ ხო, თუ ნოსფერატუს ნაწილს ჩავთვლით, ხო, მაგრამ არ ვიცი, ხო ანუ ძნელი იქნებოდა, ხა გერმანულად რო იყოს ნოსფერატუ, მაშინ თიანად მსახიობებიც სუმცირ გერმანელები, ავსტრიელები, ასე შემდეგ უნდა ყოფილიყვნენ, ხო? ანუ ბუნებრივი გერმანულენოვანები და ალბათ ძალიან გაართულებდა ეგ რობერტ ეგერსის ცხოვრებას. არ ვიცი და იცის რობერტ ეგერსმა გერმანული არ მგონია. არ მგონია. ნუ მისი ნორდიკული კულტურით დაინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაცები. ნუ შეიძლება, მაგრამ ეს არის უფრო old norse შეიძლება ძველი ისლანდიური. მაგრამ ხო, არ ვიცი. ეგ კი ნამდვილად ისეთი სტერეოტიპულად ჰოლივუდური ამბავია ეგ. მე კიდე ენაზე მეტად უფრო ეს მეხამუშება ხომ რო იწყება ფილმი და გერმანია 1828 წელი. ანუ თითქოს ეს გერმანია იყოს. ანუ უკვე უცხო თვალიდან უყურებ. ანუ უკვე მონიშნავ მაგას რომ სადღაც ხდება რა და არა რაღაცა თავისთავად გერმანიის პერსპექტივიდან იყოს, ანუ ისევ და ისევ მურნავასთან და ჰერცოგთან არის წერება ეს ყველაფერი, რომ სადღაც ხდება. კი ბატონო. ხო და აი ეს იყო რა კიდე ერთ-ერთ სტატიას ვკითხულობდი ამ იმაზე. ნოსფერატუზე და ეს გამახსენდა კიდე იმის უბრუნდები ისევ რა ამ ელენის პერსონაჟს რა. ელენს არ ყავს შვილი და უყვარს კატები, ხო? და ანუ რელევანტურია მის პერსონაჟთან ამედროვებასთან. ეს JD Vance-ის რაღაცა განცხადება ვნახე მე, რამდენიმე წლის წინ ქონდა ნათქვამი Childless Cat Lady-ს ყავდა მოხსენი, ეს კამალა ჰარისი ყავდა მე მგონი მოხსენიებული როგორც Childless Cat Lady რა. ხო და გერმანია 1828 წლის პერსონაჟის კრიტიკა რომ დღემდე შეიძლება იყოს რელევანტური, აი ასე ვთქვათ, კიდევ დღემდე ცოცხალი პატრიარქალური ოპრესიისგან ასე ვთქვათ. ხო, რომ ვანსე გადახვედი, ალბათ უნდა ვახსენოთ საცხოვრებთ ერთ დასაწყისში ჩვენ თქვით რომ რაღაცა საქართველოს კონტექსტი თქვით, მაგრამ ზოგადად გლობალურ მომძლავრებაზე იმისა რომ ეს პატრიარქალური კულტური, სადაც ეს პირდაპირ განცხადებები გვესმის ლიდერებისგან, რომ რაღაცა ეს დაბრუნება ხდება, რაღაცა უფრო არქაული და უფრო ძველი იმის რომელიც ბოლო წლებში შედარებით ყოველ შემთხვევაში ესე ნაკლებად ჩანდა, ხო? დეკლარირებულ პოლიტიკაში. ხო, ასე რომ ეგ სამწუხაროდ დღემდე რელევანტურია ის ჩაგვრა და ის ოპრესია, რასაც სიმბოლურად განასახიერებს, ხო, ეს ელენის პერსონაჟი. სამწუხაროდ სხვადასხვა ფორმით დღემდე რელევანტურია და დღემდე აქტუალურია, ხო? უფრო რელევანტური, ვიდრე მაგაში შეიძლება 10 წელს წინ ყოფილიყო, ამ ისევ და ისევ ამ პოლიტიკურ ცვლილებებს. და ეგ ალბათ კიდევ ერთი პლუსია თვითონ ფილმის, რომელიც აი ამ ფილმს და ელენის პერსონაჟის საშუალებით ხდის, ასე ვთქვათ, დროისთვის თანადროულს კიდე ერთხელ და ჩემი აზრით საკმაოდ ისეთი მომავლისადმი საკმაოდ მდგრადს რომ მომავალშიც კიდე სამწუხაროდ აქტუალური იქნება ალბათ ფილმი კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ეგრე დიდი იმედით არ ვარ განწყობილი რომ უახლოს მომავალში პატრიარქალური ჩაგვრის თემა გადაჭრილი პრობლემა იქნება სამწუხაროდ. გონი არ მომავალში რელევანტური იქნება. კი ბატონო. მოდი ნელა დავასრულოთ. ამ ფილმზე და ფილმებზე და ამბავზე ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება და თითო პერსონაჟს რო გავყვე, მართლა ძალიან და შეადარო, მართლა დიდ არეალს ტოვებს განხილვისთვის. თუმცა შემოვიფარგლოთ იმითი, რაც ვისაუბრეთ უკვე. და ერთი ტრადიციული კითხვა, რომელსაც ამ პოდკასტის ბოლოს ვახვალმე,
ურჩევ თუ არა მაყურებელს ამ ფილმის ნახვას. ცალსახად ურჩევ მაყურებელს ამ ფილმის ნახვას, იმიტომ რომ რატომ ამაზე 1 საათი ვლაპარაკობთ პოდკასტში, მაგრამ მგონია რომ მართლა საუცხო გამოცდილება ფილმი და გარდა იმისა, აი ასე ვთქვათ, ადრენალინისა, რაც როგორც საშინელებათა ფილმისა, გამოყოფს მაყურებელში, გარდა ამისა კიდევ, მე უფრო მეტად არის კიდევ სხვა ბევრი ნიუანსით და სიმბოლიზმით დახუნძლული და ვიზუალურად არის საოცრად საინტერესო და ცალსახად ურჩევ მაყურებელს რომ ნახოს ეს ფილმი კი. ხო, მე ვიტყოდი მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კრიტიკული შენიშვნები მქონდა, უნდა უყურონ, მაგრამ განსაკუთრებით უნდა უყურონ კინოში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ის ფილმია, სადაც გამოსახულება ჭრილები, რომელიც არ გვეხსენებია, არ ვიცი რა ნაწილი არის რაღაც რეალურად მიღწეული ჭრილი გადაღებისას და რა ნაწილი არის სიტყვაზე მე პოსტ პროდუქციის შედეგად მიღწეული, მაგრამ ძალიან აი ეს რაც კლასიკური ამბავი რაც არის ჭრილების ამ ფილმში ძალიან საინტერესოდ არის გავრცელებული და ძალიან შთამბეჭდავად. კი, თან ნოსფერატუს ნებისმიერ იმაში ხო ეს ჭრილი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ხო, ამას გულისხმობ, ხო. სხვათა შორის ამასთან მას კოპოლას დრაკულას უყურებდი და იქ არის ალუზია იმაზე. ალუზია კი არა, პირდაპირ არის, ასე ვთქვათ, ომაჟი ალბათ უფრო ნოსფერატუზე, იმიტომ რომ აი პირველივე სცენაში კიანუ რივზის პერსონაჟი რომ მიდის ამასთან დრაკულას სასახლეში, ხო? პირველი რასაც ხედავს კედელზე, ისახება აი ეს ხელებს წინ გამოწეული დრაკულას ჭრილი, რომელიც არის ნოსფერატუსის დამახასიათებელი. ოღონდ შემდეგ ის საერთოდ აქ დრაკულა მეორე კუთხიდან შემოდის გარეულ ბედი. და ეს არის ძალიან საინტერესო და აი აქაც ჭრილს ხედავთ, რა თქმა უნდა. ახალ ნოსფერატუსში ძალიან ბევრ ჭრილს ხედავთ. ხო, და თან ტექნიკური საშუალებები დღეს გაცილებით მეტ საშუალებას გვაძლევს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გამოხატოთ, ვიდრე სიტყვაზე ძველ ვერსიებში. მაგრამ ამავდროულად ჩემთვის თუ ადამიანები დარწმუნებული ბევრი ვინც გვისმენს, კარგად იცნობენ ამ სამყაროს, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელიც შედარებით შეიძლება ახალი იყოს დრაკულა სამყარო და სხვა ეკრანიზაციები არ ქონდეს ნახე, მგონია რომ ძალიან კარგად იყურება ეს ახალი მერე უკვე სხვა ვერსიებთან მიმართებაში და ძალიან საინტერესოა დაკვირვება აი რა სხვაობებია, რა არის ეს დეტალური განსხვავებები რაღაცეებში და ამიტომ არის ანუ გარდა იმისა რომ ურჩევ სიტყვაზე ამ ფილმის ნახვას ურჩევ ასევე რაღაც თუ არა აქვს ნახე ადამიანს სხვა ვერსიების ნახვას და გაცილებით საინტერესო სამყაროში შესვლას ამ მხრივ და მე უკვე აი თუნდაც ის კოპირაიტის დავა იქნება თუ სხვა რაღაცები რაც მოყვებოდა ამ ამბავს ეგეც რაღაცნაირად სადღაც შედიხარ რაღაც იმაში კურდღლის სოროში სადაც მიყვები ამ იმას ამბავს იმიტომ რომ ძალიან დიდი კი რაღაცა თითქოს რაღაცა პატარა მიკროსამყაროა აშენებული რომელიც მე ჯდება კიდე უფრო ფართო აი ამ იმის დრაკულას ეკრანიზაციების და აი ამ საერთოდ ყველა საკულტო პერსონაჟია ხო ანუ ასე ვთქვათ აი ამ კლასიკური ისტორია რომელიც ალბათ ძალიან დიდი ხანი იარსებებს კი რომელიც დიდი მედი მაქვს და ხაზი იარსებებს და ამ საბოლოო ჯამში მე აი ამ კარგად ჯდება მაგრამ თან რა თქმა უნდა ინარჩუნებს ძალიან ბევრ ავთენტურ თვისებებს და ანუ მოკლედ ანუ იცი არის რას ფიქრობდი რომ ეს თვითონ სტრუქტურა რასაც ვამბობდით და თვითონ ამბავი რაც არის ხო გარკვეულწილად რაღაც მარტივი ამბავია მაგრამ ეს რაღაც კარკასივით არის რომელიც გაძლევს საშუალებას რომ მე მოარგო ანუ მაგიტო არის ალბათ ისეთი ხშირად ეკრანიზებადი ამბავი რომ თავისი ამბავი აქვს რაღაცა მაგრამ იქ შეიძლება ზედ დააშენო რაღაცები და საავტორო რაღაცები ნებისმიერმა ავტორმა დაამატოს უკვე იმ რეალობიდან გამომდინარე და ვითარებდები გამომდინარე რომელშიც ცხოვრობს. ხო ეს რო არ იყოს ალბათ არც იქნებოდა საინტერესო არც ერთი სხვა ეკრანიზაციის ყურება ხო. ბატონო. კარგი, მადლობა დიდი მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ყველას ვინც გვისმინა აქამდე და დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ბედნიერად.